გამარჯობა ყველას მოგესალმებით. ილო მოვიწიეთ. რავა ხარ ხისა? ეს დაიჭერა. ახლა მოსალმება გქონდა? სერიოზულად. ბიჭები, მაგრები, იყვარ. სიას ამოვიკითხავ რომ ვიცოდეთ ვინ არის მოსული, ვინ ვერ მოვიდა, იმედია ყველა მოვიდა. გამარჯობა პირველად. პატარა შესავალს გავაკეთებ. ცოტა ისეთ შესავალს გავაკეთებ. მე ველოდები რომ საკმაოდ რთული ტურნირი იქნება. იმიტომ რომ დიდი თევზია ძირითად შემთხვევაში, რომლის დაჭერაც უნდა მოხდეს. ალბათ ვინც დაიჭერს, უმეტესად დიდი თევზი დაიჭერს. თუ მოგეხსენება დიდი თევზი შედარებით ფრთხილი არის და რაღაც გასაღებები არსებობს, რაც მე ერთი კვირის განმავლობაში ვტესტე და თევზის დაჭერა შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ რთულია. ამიტომ ველოდები რთულ ტურნირს თავიდან ვერ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ახალი წყალსაცავია, დარწმუნებული ვარ 99% არ ვიცით ჯერ კიდევ რა შესაძლებლობები აქვს ამ ტბას, თუმცა თევზი ტბაში ნამდვილად არის, რასაც ვიდეოები და ფოტოები ბევრი ადასტურებს, ასე რომ თავარია მომიდომოთ, თავარია რაღაცა ხერხს მივაგნოს და დარწმუნებული ვარ შედეგიც იქნება რა. ასე რომ იმედი მაქვს რომ თევზს დაიჭერთ მინიმუმ ერთს ყველა, იმიტომ რომ იმხელა ჯდება რომ ძალიან მაგარი кайფია რეალურად. კარგი, ამოვიკითხავ და უბრალოდ მითხარით რომ ვართ და ეგ არის. ლაშო არის, ლაშა არის, ავლახაშვილი მოვიდა. არის. კი, აქ არის. ბატონო. თახნიშვილი ლევანი. ვარ. მიკირტიჩიანი ერნესტი. ქორღალიძე არის, ჭიჭაღუა დავითიშვილი არის ალექსი, ოგანეზოვი აშოტი. ბაბალაშვილი ნიკოლოზი, კუპრეიშვილი ნიკოლოზი. გვილავა გელა, გვარაძე გუგა, ერიხანოვ ლევან. ვარ. მშვენიერი, შენს ჩავინიშნა. ოთინაშვილი გია არის. ბატონო, ჭიჭინაძე დავითი. არის ჩიკვაიძე ლევანი. ქიტიაშვილი ნიკა. მაისურაძე ანდრია. ჭეხაშვილი თეო, ვარ. შერმადინი თორნიკე. სულ ვართ -4 46 მონაწილე. გამარჯობა მეგობრებო. დღეს მე ვარ მარაკის ტბაზე. NRT ფიშინგი ატარებს ტურნირს და მე ვარ ერთ-ერთი მონაწილე. როგორც სატყუარა მიყენია ესეთი სილიკონის სატყუარა, სექსი იმპაქტი. შემდეგ რომელიც არის ოფსეტურ კაუჩზე და შემდეგ მაქვს ჩებურაშკა 5 გრამი. ლიფსიტები იყო პატარა.
ხო დავაყენე 7 გრამიანი ტეილსპინერი. ნახოთ ტეილსპინერზე იქნება რამე თუ არა. ეს 42-იანი. ეს თევზაობა მე დავამთავრე უშედეგოდ, ნახოთ სხვებმა რა დაიჭირეს. მადლობა ყველას. ნუ რეალურად ნაწილობრივ ექსპერიმენტალური თევზაობა გამოგვივიდა ყველას, იმიტომ რომ ეგრეა, ხო? ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ ახალი ადგილი არის და ალბათ არავის არ აქვს წარმოდგენა როგორ ანაირად და ტესტირების რეჟიმში ვართ. მადლობა პირველ რიგში რომ დაინტერესდით, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, მე რამდენჯერაც ვიყავი, კარგად ვითევზავე, კარგად დავიჭირე და იმედი მქონდა რომ რაღაცა უფრო უკეთესი შედეგები იქნებოდა რა. ნუ მიზეზებზე აღარ ჩამოვთვლი როგორ და რანაირად. რაც არის ეგ არის. თავარია ის. კარგი, ნუ პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მადლობა ჩვენ სპონსორებს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად ორი სპონსორი ყავს ამ ეტაპზე, ძირითადად ეს არის მაღაზია ოქროს თევზი, ყველამ ალბათ ვიცით, ბევრი ვიდეო გვხვდება. და ასევე შეპესე მარჩუკი, იგივე ფლაგმან ჯორჯია, ესე იგი სხვადასხვა ბრენდები აქვს, სურინოია, მიკადო, ფლაგმანი, აზურა და რა ვიცი, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს მაღაზიაში. აუცილებელია რომ ვახსენოთ, იმიტომ რომ მადლობა გვეთქმის მაგართვის. ძალიან კარგი. დანარჩენი, ნუ სტანდარტულად როგორც არის ხოლმე, რაც შემოდის თანხა 99% მიდის იქ, 1% საორგანიზაციო საკითხებს ხმარდება ხოლმე, ისევ და ისევ ჩვენთვის, რომ რაღაცნაირად კარგი პრიზები გქონდეს და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას მოსწონს. ეხლა მინდა რომ პატარები, ვინც მთელი დღის განმავლობაში ითევზავა და არ დაყარა ფარხმალი, მინდა რომ სიმბოლურად პატარა საჩუქრები გადავცეთ, ხო? ჩვენ ხო პატარები ვართ, ჩვენი ჩოქლებისთვის. გუგუ გაგა. რეზი ეს უკარია. რეზი! აუ, ჩარიტაში რეზის. შემდეგი არის ლეონ პერიხანოვი. აში არ გამაციოთ აში. და აგეშე სიზონურსა. მადლობა დიდი. ლუკა ბიტიაშვილი.
ანდრია არჩვაძე. ნიკოლოზ დოხრას. ეგრე მქონდა ჩაწერილი. იას გაყალბებული აქვს პასპორტი. ყველაზე დიდი თევზი იყო 27 სანტიმეტრი ლოკო. მაწონს. გორჭილა. მოგზანდით ბატონო არჩილ კორგალიძე. მადლობა. მარჩუკს მადლობა ბიტონოს. ბატონო. მესამე ადგილი. როგორი ფაქტიურად არაფერი ყავდა დაჭერილი და ბოლო საათში როგორც გავიგე, იმიტომ მე არ გამიზომია რეალურად. მეორე საჭმა გაზომა და საკმაოდ საინტერესო შედეგიც დააფიქსირა. ესე იგი, მესამე ადგილი თევზით თუ უთევზოთ ჩათვლად იღება, მაინც მესამე ადგილი ჰენრი მირზაშვილი. მოდის. სიგალი უნდა მოხდეს. და ეს საჭმელი მეორე ადგილი ხო საერთო სიგრძე იყო 61 სანტიმეტრი თევზების რაოდენობა რომ დავაჭამო. შემდეგი მეორე და მესამე ბოდიში პირველი და მეორე ადგილი მხოლოდ 1 სანტიმეტრის სხვაობა. ანუ თევზის რაოდენობა იყო 2, მაგრამ დიდი ზომები იყო, 4 დიდი ზომა იყო. მეორე ადგილზე გავიდა ალექს ხუთიშვილი. ალექსამ მთელი თევზაობა ჩულად იყო და სადღაც კუტოქსი მიაგნო და დაიჭირა. ანუ თეთრჭია ვიფშ გავინახსნა. ბრავო ალექს! მადლობა. და კულმინაცია. პირველად გზა ალბათ ის არის ბატონო არჩილ კორგალიძე. 4-24 ჯოხი. 1 სანტიმეტრის მარტო. რატო გამიწენდა მე? მიბაძე რა! ვაიმე რა ფანჩელი სახელი დაწერია უკვე. ჩამომაცვით ერთი. საგოლაჩი. მადლობა. იქ ჩავაცურე. ვიცი ჩამიცურე ერთი მან. ერთო ჩემო. რა ხდება? წვიმა საჩუქრების. დიდი მადლობა, აბა აღარაფერი მაქვს. მადლობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მე ტურნირს ალბათ არ ვიცი როდის ჩავატარე, როგორ ჩავატარე. რამე მარამ და აღმოაჩინე. დაუგეგმავი ტურნირი იყო და რაღაც სიახლის ვარია ჩქიმდა. ნახოთ რა იქნება, ფედერაციის სპინგის ფედერაციის ტურნირები ბევრი არის, მეტეორი ატარებს, ებისუ ატარებს და რა ვიცი, წელს არ გვაკლია სპინინგის ტურნირები რა. ბევრი ვართ ძალიან, ისე რომ იმედია უკეთეს შედეგები იქნება რა შემდეგ.